გამარჯობა. მე ვარ გიორგი ბარამიძე, ეს არის აზროვნების სახელოსნო და დღეს მე ვისაუბრებ თემაზე აზრი და შიში და ვიტყოდი ასე იმნაირად როგორც მე რამდენიმე ჩემი ვიდეო საუბარი დავიწყე აი ხედველობაში მაქვს ის რომ ჩემი განცხადება იმის თაობაზე რომ მეშინია ესე იგი ვაზროვნებ ამით მე ხას უსვამ იმას რომ ჩემი თემა ეხლა დღეს არ არის შიში როგორც ასეთი როგორც ის არის რაღაცა სპეციალურ ლიტერატურაში თუ აკადემიურ საუბრებში გავრცელებული როგორც რაღაცა ფობიები და ასე შემდეგ ჩემი თემა არის ის რომ ვაჩვენო რომ შიში როგორაც ის მესმის თავისი ბუნების მიხედვით აზროვნების წესია, აზროვნება კიდე ჩემი შინაგანი სამყაროს არსებობის წესია, და ამდენად ის ჩემი შინაგანი აღნაგობისთვის არის ერთ-ერთი ელემენტი და მე ვიტყოდი ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი იმისა, რაც ელემენტი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ის რომ მოვაქართულოთ დავუშვათ ელემენტი რომელიც არის საწყისი და აღმძვრელი იმ სამყაროს რომელსაც ჩემი შინაგანი სამყარო უწოდე რამდენიმე მომენტი მიმითითეს მე ჩემმა შინაგანმა მრჩევლებმა შიშის ფენომენთან დაკავშირებით. შიში რომ ფენომენია და უშუალოდ ეს კიდევ სხვა საკითხია, ფენომენი, მე არ მინდა ეხლა სიღრმეში ჩავიდე ამ ტერმინოლოგიური ახსნები გავაკეთო აქ, მაგრამ ვიტყვი რომ ის არის მოვლენა, ვლენასთან არის დაკავშირებული, ხო? ვლენასთან არის დაკავშირებული და რაც ვლენასთან, მოვლენასთან, გაჩენასთან, ჩენასთან არის დაკავშირებული, ყველაფერი ჩემი შინაგანი სამყაროსთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, არსებითი მნიშვნელობა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მიუთითებს ჩემი შინაგანი სამყაროს ბუნებაზე, რომელიც აბსოლუტურად სხვანაირია. მე არ ვამბობ რომ პიროვნულად ჩემი არის სხვანაირი და გამორჩეული, არამედ არის ისეთი, რომელიც განსხვავდება, ძალიან ძირეულად განსხვავდება ტრადიციული გაგებებისაგან, ანუ შინაგანი სამყაროს ტრადიციული გაგებებისაგან და მე ჩემი საუბარი მიმყავს იქეთკენ, თუ მე ჩემს საუბარს მივყავარ იქეთკენ, რომ საბოლოო ჯამში შეიქმნას რაღაცა ფიგურა, რაღაცა სურათი იმისა თუ როგორ გამოიყურება, როგორი შესახედაობა აქვს ამ სამყაროს და არის თუ არა მასში ისეთი პრინციპები, რომლებიც უნდა გამოჩნდნენ, ანუ საწყისები, რომლებიც მე ვიტყოდი ახლებურად გამოჩნდეს, ახალი საწყისები გამოჩნდეს, ახალი, სიტყვა ეხლა ახალი უნდა ვთქვა, რომ ეს რგლოვან ფრჩხილებში უნდა ჩავსვა, იმიტომ რომ ამასთან უამრავი რაღაც არის დაკავშირებული და მე ახლა არ მინდა რომ ვინმე შეცდომაში შევუყვანო, ხო? ახალი ახლებური, ახალი არ ნიშნავს იმას, რომ ის მე მოვიგონე, არა, მე არაფერი არ მომიგონია, ანუ ეს არის დალექილი ჩემი შინაგანი სამყაროს, შინაგანი აზროვნების არქივებში, სადღაც მის სხეულებში, ხო? ფაილებში, სადღაც არის ჩალაგებული, თუ თაბულოთ მოყრილი, მე ეს არ ვიცი, ხო?
და ისე იგი აი ამის აი ასეთი მიდგომა ასე ვთქვა ასეთი თვალსაჩინო მე საშუალებას მაძლევს იმისას რომ ზოგიერთი რაღაცა შევამჩნიო იმ ტრადიციულ მიდგომებს რომელიც მანამდე იყო გაბატონებული განსაკუთრებით შიშთან მიმართებით ხო შიში და აზროვნება ანუ ორივე ერთად აზროვნება და შიში ანუ მეშინია მაშასა და მე ვიმეორებ ვაზროვნებ ამიტომ მე აქედან ჩანს ის რომ მე არ უნდა მეშინოდეს არ უნდა მეშინოდეს იმიტომ კი არა რომ მე უშიში ვარ თუ უშიშო ვარ თუ რაღაცა ხო მით უმეტეს როცა მე სხეულთან ერთად კი შემოვედი ამ ჩემი შინაგან სამყაროში მაგრამ ხორცთან ერთად არ შემოვსვარ უბრალოდ შემომყვა უბრალოდ არ არის ალბათ სწორი სიტყვა შემთხვევაში შემომყვა ანუ ხორცის ხმა როგორც გითხარით ეს იყო ვნება ხო აი ეს შემომყვა ანუ სამყაროში მაგრამ რაც ეხება თვითონ სხეულს და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი თავისებურებები მე რა თქმა უნდა ეს შეგნებულად გავაკეთე და ასეთ ავანტურაზე ჩემ და თავად მე წავედი ხო იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად უპირისპირდება ასეთი მიდგომა უშუალოდ აი მაგისტრალურ ხაზს ანუ როგორც უშუალოდ არის განვითარებული ასე ვთქვათ აზროვნება ხო აზროვნების განვითარების რაღაცა მთავარი ხაზი ხო ამ ხაზიდან უხერს მისი საპირისპირო ეხლა მე ამასაც არ გავარჩევ ეხლა დაწვრილებით მაგრამ თავის დროზე ეს ყველაფერი იქცევა ჩემი საუბრები ჩემი ლექციების და სხვადასხვა აკადემიური თუ სხვადასხვა აკადემიური აქტივობების თემად რა თქმა უნდა ხო მაგრამ ამ საკითხიც რომ უშუალოდ მე სხეული შემოვიტანე და შიში ასე ვთქვათ გარკვეულწილად აი ტრადიციულად უკავშირდებოდა ყოველთვის სხეულს და როცა საქმე მიდგებოდა იმაზე თუ როგორ უნდა ავიშოროთ ავირიდოთ თავიდან შიში რაც ჩემი აზრით და ჩემი შინაგანი დამკვირვებლების თვალსაჩინოდ არის არასწორი შეცდომა ასეთი მიდგომა შიშისგან თავის არიდება მით უმეტეს შიშის მოკლა და ასე შემდეგ შიშის მოკლა გარკვეულწილად ეს არის საკუთარი თავის მოკლა ხო მაგრამ თუ ისე იგი შიში არის რაღაცა ბოროტება რომელიც ეს შენ გიპირისპირდება და შენი განადგურება უნდა ხო ეს აი ასეთი იყო სწორედ ტრადიციული მიდგომა ხო მაგრამ შემდეგ ეს ასეთი მიდგომები გადასინჯული იქნა ასე ვთქვათ და ამ გადასინჯვის ამ რევიზიის შედეგად მიღებული რაღაც პოზიციები და თვალსაჩინოები ეს ჩემს შინაგან სამყაროშიც მოხდა რა თქმა უნდა და მის არქივში არის და შეიძლება იქ მისი მოპოვება და სწორედ ჩემი ასისტენტები, ჩემი დამხმარეები სწორედ ამას აკეთებენ, ხო? და ერთი შეხედულება ასეთი არის შიშთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ხშირად არ ვფიქრობთ ხოლმე იმაზე, ან და მოდი ასე დავსვამ შეკითხვას, რომ ვიფიქრია კი ჩვენ ხშირად იმაზე, თუ რისი გვეშინია. საქმე ისე ხო არ არის, რომ შიშის გვეშინია და არა რაღაცა რაობის, რაღაცა საგნის, რაღაცა ნივთის, რომლის წინაშეც მე ასეთი რამ მეუფლება, რომელსაც მე შიშს ვუწოდებთ ხოლმე. ხო არ არის ეს შეცდომა, ანუ არასწორი ხედვა, როცა შიში გაიგივებული არის იმასთან, რაც არის საშიში. ხო, ანუ საფრთხე. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ასეთი ხედვა ძალიან საინტერესოა, იმდენად რამდენადაც საფრთხე მახეა და ეს გაგება უკავშირდება ფეხს, ხო? მახეში გაბმა, ხო? საფრთხე, ხო?
აი ეს ყველაფერი სხეულს უკავშირდება, ამ შემთხვევაში უკავშირდება ფერს, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საფრთხე ითრევს ამ გაგებით მთელს სხეულს და სხეულთან ერთად სხეულის გონებას. ასე ვთქვა, სხეულს თუ დაუშვებთ იმას და მე უშვებ იმას, რომ სხეულს აქვს თავისი გონება, არა მარტო მე უშვებ, არამედ ესეც გარკვეულწილად არის არიკლიდი ჩემს შინაგან სამყაროში და ემაზრებში, რაც მე შემხედრია და რაზეც მიმუშავია, ასე ვთქვათ, ხო? და ჩემ გამოცდილებაში გადამიმოწმებია, ხო? მაგრამ თუ ისე იგი ეს ასეა, რომ და მე ამაში ალბათ მე კი არა ჩემს ასისტენტებს ამ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ესე იგი ეს არის ძირითადი, ვთქვათ, შეცდომა, რომ ჩვენ შიში ვაქციეთ ერთი სიტყვით რაღაცა საგნად, რომელსაც უნდა დაუპირისპირდე, რაღაცა ნივთია, რომელსაც უნდა დაუპირისპირდე, რომელიც უნდა გამოაგდო შენგან, განაგდო, განდევნო, ასე ვთქვათ, მოკლა, დაამარცხო, გაანადგურო და ასე შემდეგ, ხო? და შემუშავებული იქნა მთელი რიგი ტაქტიკები და სტრატეგიები ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს შიშს, ხო? და შეიძლება ეს ასე რომ ვთქვათ, შიშს კიდეც უკვირდეს, ხო? და გაკვირვებული თვალებით გვიყურებდეს ის ანუ მე ახლა ალუზია გავაკეთე გამოთქმაზე, რომ შიშს დიდი თვალები აქვს, ხო? შეიძლება მას იმიტომ მას აქვს ეს დიდი თვალები ჩვენზე მომართული და არა ჩვენ ესე იგი შიშის დანახვაზე, ამ სახეში ნივთის დანახვაზე, ხო? თავარი გადაცნობა აი ამ პოზიციის მიხედვით არის ის, რომ შიში გაიგებულია საგანთან. ერთ-ერთ საგანთან, ერთ-ერთ ნივთთან სხვა ნივთებს შორის და ამდენად ჩვენ გვეშინია არა დაუშვათ შიშის, ხო? არამედ გვეშინია რაღაცა საგნების, ასე ვთქვათ, ხო? ესე იგი საქმე ის არის, რომ აი არსებობს ასეთი გამოთქმა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურობაში ვხმარობთ, ხო? ნუგეშინია, ხო? აი ნუგეშისცემა რაღაც, აი ნუგეშინია, ეს არ იგულისხმება ამ გამოთქმაში, არ იგულისხმება ის, რომ აი რომელიმე საგნის ან მოვლენის ნუგეშინია არ შეგშინდე. არამედ აქ იგულისხმება ის, რომ შიშის ნუგეშინია და აი ამის მეც არაფერს არ ამბობს ეს გამოთქმა, ხო? ნუგეშინია და აქ შეიძლება იყოს პასუხი მეშინია ან არ მეშინია, ხო? არ მეშინია დაუკონკრეტლებლად, ანუ არ ენა არ აკონკრეტებს, ასე ვთქვათ, იმას თუ რის წინაშე ხდება ეს რა არის, ესე იგი გამოტანილი წინა პლანზე ამ გამოთქმაში, ასე ვთქვათ, ხო? ეხლა რაც ეხება ეს თუ ასე არის და ესე იგი შიში და საშიშო გამიჯნულია ერთმანეთისგან, ხო? მაშინ ჩდება კიდევ აი ასეთი ბუნდოვანება ამ საკითხთან დაკავშირებით, ტრადიციული გაგებით მე ვამბობ, ესე იგი რომ ჩვენ ხარ არის ისე, რომ ხშირად ჩვენ გვეშინია სწორედ ჩვენი აზრების შიშის შესახებ და არა თვითონ საშიში, ანუ გლოვან ჩხილებში რო ჩავსვა ეს სიტყვაც, საშიში ნივთების ან საგნების წინაშე, ან და შიშის წინაშე. ხარ არის მე ხარ მაწუხებს და მე ხარ მაშფოთებს უფრო ჩემი აზრები შიშის შესახებ, ვიდრე თვითონ ეს ნივთები და ეს საგნები და ეს პრობლემები, რომლებიც ჩემს შინაგან სამყაროში არიან და ჩემში, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ გვარად ჩემს შეშფოთებას შეიძლება იწვევდნენ, ხო? აი ეს საკითხები მე ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვები უბრალოდ მიგვანიშნებს იმაზე, რომ შიშის გაგებაში
ანუ ბევრი რამ უნდა გადამოწდეს, უნდა შეიცვალოს, იმდენად რამდენადაც შიში უშუალოდ თუ ის არის განცდა, უნდა მეუფლება შიშის განცდა და აქ სიტყვა დაუფლება არის ძალიან მე ვფიქრობ სწორი სიტყვა. იმდენად რამდენადაც აი ესეთი მდგომარეობა, რომელიც შიშს უკავშირდება და რომელსაც აღწერენ შემდეგ სხვადასხვა პირები თუ რას განიცდიან ამ შემთხვევაში, ანუ დაუფლებაში ისინი გულისხმობენ, რომ რაღაც აი ნისლოვანება მოდის ადამიანში, ხომ ის სხეულს ეუფლება და ავსებს მას რაღაცა ბუნდოვანება, რაღაცა გაურკვევლობა, რომელიც გარკვეულწილად გადადის კიდეც სივნელეში, წვდიათში, ხო? და ეს შემდეგ იწვევს შიშის ახალ საფეხურზე გადასვლას, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ეს პირველი საფეხური და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში შეიძლება ეს ასე არ იყოს. იმდენად რამდენადაც ჩვენ ნებისმიერი საგანი, რომელიც ჩვენ გვხვდება ჩვენს ყოველდღიურობაში, ნებისმიერი ნივთი და მოვლენა არის თავის გარემოსთან ერთად მოცემული, თავის გარემოსთან ერთად. შიშსაც აქვს თავისი გარემო. ამდენად შიშის ამოღება, ამოგლეჯა ამ გარემოდან და მისი ცალკე განხილვა, ეს კიდევ ერთი შეცდომაა. იმდენად რამდენადაც აქ ძირეული სტრუქტურაა დარღვეული. იმიტომ რომ შიში თუ ჩვენ გვინდა ის გამოვყოთ და ახლორე დავაცხერდეთ, ანუ დავაკვირდეთ მას უნდა დავაკვირდეთ თავის გარემოში. ეს გარემო სად არის? ეს გარემო მისი დაბადებისთანავე, ანუ შიშის დაბადებისთანავე იქმნება. რა თქმა უნდა, მე ისევ უბრუნდები წინა ჩემს საუბრებში მოხმობილ სტრუქტურას, რომელიც გულისხმობს საზღვარზე ყოფნას. შიში ყოველთვის არის ზღურბზე და საზღვარზე. რისა და რის საზღვარზეა ის? ის არის უხილავისა და ხილულის საზღვარზე. ანუ შიში ჩნდება უხილავთან მიმართებით, ანუ მასთან არის მიმართებაში, ანუ უხილავთან არის მიმართებაში, ანუ ამ განწყობას დავარქმევდი მე სხვადასხვა ჩემთვის საინტერესო, ასე ვთქვათ, ავტორის მიხედვით, მაგრამ მე არ მინდა რომ ამაში განწყობა რო ახსენე ახლა აი ჩვენში განწყობაში ესმით ხოლმე ერთ-ერთი კონკრეტული ფსიქოლოგის მიერ რაღაცა ჰიპოთეზასთან თუ რა ვიცი ზოგი თეორია ვამბობს რაღაც განწყობის თეორია, ხო? მაგრამ მე ამასთან საქმე არ მაქვს, მე ამას არ გულისხმობ იმ ეგზისტენციალურ შინაგან მიმართებებს, რომელიც შიშთან ერთად მყარდება ჩემს შინაგან სამყაროში, შიშთან ერთად, რომელიც შემდეგ აი მე გითხარით რომ ახალ ხარისხში გადადის და ეს ახალი ხარისხი არის უფრო ძლიერი შიში, უძლიერესი შიში, ასე ვთქვათ, და ზოგი მას ძრწოლას ეძახის, აი თვითონ ეს სიტყვა ძრწოლა, ესეც კი შეგაძრწოლებს, ასე ვთქვათ, სამი თანხმოვანი სიტყვის დასაწყისში, რომელიც ძალიან ასეთი, ასე ვთქვათ, არ არის ადვილი წარმოსათქმელი, ხო? მაგრამ ეხლა მე რა თქმა უნდა არ გავაგრძელებ საუბარს ძრწოლაზე, ესენი არც შიში, არც წოლა ჩემთვის და იმ გარემოსთვის, რომელშიც მე ვაზროვნებ, ხო? ესენი არ არიან პირველ ყოვლისა ის უნდა შეგახსენოთ, რომ ესენი არ არიან რაღაცა ემოციების და შეგრძნებების გაგებით, ასე ვთქვათ, ხო?
არანაირი კავშირი ამას არ აქვს არც შეგრძნებასთან, არც ემოციურ მდგომარეობასთან ადამიანის და ასე შემდეგ, რომლებიც აი ეს ემოციები, შეგრძნებები და რაღაცეები რეალებენ ზედაპირზე. ახლა ეს მათ მიმართ დამაკნინებელი არ არის რაღაცა რომ ისინი ზედაპირზე რეალებენ. არა, უბრალოდ მათი ბუნება ასეთი რომ მათ ეს ფუნქცია აქვთ რა, რომ ზედაპირზე უნდა იყვნენ, ხო? ამიტომ ვიდრე ისინი ზედაპირზე არიან, მას ჩვენ როცა გვინდა რომ დაუშვათ დავაკვირდეთ და გავიგოთ რა არის, როგორ უსაშველოდ, როგორ უწამლოთ, ესე იგი ჩვენ დაახლოებით იმ მდგომარეობაში ვართ, აი ლაზერს რო აშუქებენ ხოლმე რაღაც სათამაშო რო არის რა, ესე იგი როცა გზაზე მიდიხარ და რაღაცა ლაზერის შუქი გეცემა ხან აქედან, ხან იქიდან, ხო? და ასე შემდეგ და არიცი სახვიდე რო წაეპოტინო ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებ თავს, იმიტომ რომ ის მოუხელთებელია, ვერ დაეწები, არაფერს ვერ უზამ, ხო? ჩვენ მივზევთ, ანუ ემოციებზე როცა საუბრობ და როცა გვინდა რომ რაღაცა კლასიფიკაციას დაუქვემდებაროთ და ასე შემდეგ, ალბათ ესეც საჭიროა, რა თქმა უნდა, მე ამას არ გამოვიცხავ, ხო? ისე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ აი ჩვენ ისე იგი მივდევდეთ და გვაინტერესებდეს სწორედ ეს შუქი, თუ რა ქვია მაგას, რაღაცა პატარა შუქის მურთულებივით რო დახტიან აქეთ-იქეთ, ხო, დასრიალებენ, ხან ფეხებს ქვეშ გაგიზრებიან, ხან სახეზე შეგაცოცხლებიან და ასე შემდეგ, ლიცლიცებენ, ლაციც შეიძლება, ხო, აი ესეთი აღძრან ესეთი გაგება, ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ლაზერული დანადგარი თუ რაც არის, ის არ ვიცი ახლა დანადგარი ქვია თუ რაღაც სათამაშო საიდანაც ეს ყველაფერი გამოდის, ხო, შუქი და ასე შემდეგ, ხო, ის არ გვაინტერესებს, ხო, ის არ გვაინტერესებს და ეს ისე იგი იმას ნიშნავს, რომ იმ მდგომარეობებს, რომელშიც შევყავართ ჩვენ აი ასეთ ზედაპირულ რეალს, ხო, და მათთვის გამოდევნებას, ხო, ეს კიდე უფრო ამრავლებს, აი ამ სანკისებურად მრავლდება ეს ემოციები, ხო, ერთი ემოციის ნაცვლად. მე ახლა ემოციებზე არ გავაგზავნებ საუბარს, იმიტომ ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ მე შიშთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ჩვენ როგორც კი შიშს ტრადიციული მეთოდებით პირისპირდებით, ანუ მოვინდომებთ მით განადგურებას და ასე შემდეგ, ხო? მანამდე ჩვენ იმ საშიშ მდგომარეობებს, რასაც ჩვენ ვუფრთხით, ხო, მაგრამ ილუზორულად ვუფრთხით. ეს ილუზია, რა თქმა უნდა, ეს თამაშია, ხო? ეს მოჩვენებაა, იმიტომ რომ შიშს ამ გზით ვერავინ ვერ დაამარცხებს. შიშის დამარცხება ამ გაგებით ნიშნავს საკუთარი თავის დამარცხებას, ხო? რომელსაც შეიძლება რაღაცა გამართლება ქონდეს. დაუშვათ რაღაც ვითარებებში, რომელიც გარჩევის დრო და ადგილი ახლა აქ არ არის, მაგრამ ერთ რამეს კი ვიტყვი, აი მოდის ჩემი ერთი ასისტენტი ახლა და აი რაღაცა სკურში მიჩურჩულებს და მე თქვენ გეტყვით ახლა რასაც მეუბნება ის. ის მეუბნება რომ აი მე გავაკეთე აღმოჩენა შენს შინაგან სამყაროში, რომ ერთ-ერთი შენი მე, ასე ვთქვათ, მე ჩემს მეს ისე როგორც ჩემი ვარაუდით ყველა ჩვენგანის მეს აქვს უამრავი ასპექტი, უთვალავი ფერი, ხო? ერთ-ერთი არისო ამპარტავანი მე. ახლა ამ სიტყვა მე დამაფიქრა, ამპარტავანი მე, ესე იგი მე ჩემში, მე და აქედან გამიჩნდა მე, აი მართლაც და შიში, ანუ ჩემ აზრმა გამოიღვიძა, ანუ და მან ასე დააყენა საკითხი. ესე იგი ხომარ მაქვს მე იმის საიშრობა, რომ ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი მეების მთელი ერთობლიობა ამ პარტავან მეს გაუიგიო. აი მაშინ კი ესე იგი ჩემს წინაშე დადგება რაღაცა ისეთი ამოცანა, რომელიც შეიძლება
არ იყოს ადვილად გადასაჭრელი, ასე ვთქვათ. ხო? მადლობა.